კითხვებს. საინტერესოა თქვენი შეფასება იმ კვლევაზე, რომელიც დღეს NDI-მ გამოაქვეყნა და გაძლევთ თუ არა, თქვათ, იმის თქმის საფუძველს, რომ საერთო კანდიდატი რომ ყოლოდა ოპოზიციას, შანსები ოპოზიციური კანდიდატი გამხდარიყო პრეზიდენტი იქნებოდა გაცილებით მეტი, რადგან ჩვენ ვერ დავინახეთ დღეს რომ რაღაც განსაკუთრებული და დიდი სხვაობა არსებობს სახელმწიფო კანდიდატსა და თქვათ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით საბოლოოდ ვინ იქნება ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი თუ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი. პირველ რიგში დავიწყებ, ძალიან მოკლედ ვისაუბრებ, ვინაიდან მიმაჩნია რომ ბევრი არაფერი სალაპარაკო კვლევასთან დაკავშირებით არ არის, იმიტომ რომ ისედაც ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. კვლევაში ჩვენ ვერ ამოვიკითხავთ ვერაფერს ახალს. გარდა იმისა, რომ ეს კვლევა ასახავს ზუსტადაც რომ იმ განწყობებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, თქვენს, მეც, ნებისმიერ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის, უკიდურესად ძლავრი არის უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქვს მართლ ძალას ქართულ ოცნებას, არის იმაზე ნაკლები, ლევან, ვიდრე ქონდა მართლობის აი ბოლო პერიოდში შევარდნაძის ხელისუფლებას. ეს არის ფაქტი და ამას ყველა დაადასტურებს, ხო? და ეს შემთხვევით არ მოხდარა, ვინაიდან ყველა სეგმენტი საზოგადოებრივი დიახაც განიცდის ძალიან დიდ უიმედობას, ერთი ძალიან დიდ მატერიალურ სიდუხჭირეს, ეს ორი და მესამე არის, რა თქმა უნდა, ცვლილებების მოლოდინში. საზოგადოების 62% ამ კვლევის მიხედვით, როდესაც საუბრობს გაერთიანებულ ოპოზიციურ კანდიდატზე, დიახაც, გადაჭარბებით უნდა ითქვას, ძალიან მიხარია და არ დავმალავ ამას, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ამ საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ვუპასუხეთ. დიახაც, ეხლა უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და როდესაც ხალხში არის ეს მოთხოვნა, პოლიტიკოსი თუ ხარ და პოლიტიკური პარტია, რომელიც აცხადებს პრეტენზიას ან ერთობა პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლაზე, არ უნდა უარყოს საზოგადოების უდიდესი სურვილი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ეს ერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება უახლოეს პერიოდში და ამას თქვენს ნახავთ ლევან და მე მიმაჩნია რომ დიახაც კიდევ ერთხელ მიეცა იმ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს როგორც მინიმუმ საკვები ფიქრისთვის რომ შემოვიდნენ ამ ფართო ოპოზიციურ გაერთიანებაში რომელიც აუცილებლად დაამარცხეს პირველ ტურში ქართულ ოცნებას. თქვენ ახსენეთ და მე უბრალოდ გავიმეორებ, რომ სოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მმართველი ძალა არ აყენებს საკუთარ კანდიდატს და ისთვის კითხვა რატო? ისმოდა უпроსტოდ კითხვა რატო? მე მგონი დღევანდელმა კვლევის შედეგებმა ამ კითხვაზე პასუხი გასცა. ამის გარდა NDI-ის კვლევის გარდა ძალიან ბევრი კვლევა იქნებოდა ჩატარებული ბიძინა ივანიშვილს და მან უბრალოდ დაინახა ნათლად რომ შანსი არ აქვს ქართული ოცნების კანდიდატს გამარჯვებისა გარდა უხეში გაყალბების მეთოდებისა და ამ შემთხვევაში თუ კი უხეში გაყალბების მეთოდებზე გამოიყენებს იმაშიც დათმო და რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ამიტომ იძულებულია კარგი ცხოვრებისგან არა აქვს ბიძინა ივანიშვილს ეს არჩევანი გაკეთებული რომელიც მან გააკეთა. ამიტომ ყველას მიმართა ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება მოწოდება კიდევ ერთხელ დამატებითი კონსულტაციებისთვის ოპოზიციურ იმ პარტიის წარმომადგენლებს რომლებიც ჩათვალეს რომ მეორე ტური არის საუკეთესო ასე ვთქვათ პრაიმერისი მე მგონი დავინახეთ ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი მიუხედავად იმისა რომ გრიგოლ ვაშაძე არ იყო ამ კვლევაში წარმოდგენილი მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ამ კვლევაში როდესაც ველი მიმდინარეობდა კვლევისა არ იყო ოპოზიციური გაერთიანება და ერთობა შემდგარი დავინახეთ თუ ვის აქვს დღეს ყველაზე დიდი რეალური შანსი დაამარცხოს ქართული ოცნება ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღე კვლევის მიხედვით 74% არის გადაუწყვეტელი
ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის ვის დაუჭერს მხარს. ამ შემთხვევაში რა შანსი აქვს ხელისუფლებასაც აქვს თავისი ბერკეტები და მექანიზმები, რომ ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი წაიყვანოს თავისკენ და რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რომ ეს ადამიანები წაიყვანოს თავის მხარდამჭერებს შორის. რა ნაბიჯები იქნება ამ შემთხვევაში გადადგმული, როგორც თქვენი, ასევე თქვენი კანდიდატის მხრიდან და როგორ ფიქრობთ, ვინ შეძლებს ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თავისკენ წაყვანას? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამაზე არის ძალიან დიდი მუშაობის გაწევა საჭირო, მაგრამ რას ცხადყოფს პრაქტიკა? როგორც წესი, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ძალიან ხშირად, აბსოლუტური უმრავლესობა მათგანი ამ გადაუწყვეტელი ადამიანებისგან თავს იკავებენ ღიად განაცხადონ, რომ ისინი უჭერენ ხარს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს. როგორც წესი და გასაგები ბიზნესების გათვალისწინებით. ვიღაცა მუშაობს საჯარო სამსახურში, ვიღაცა ხავს ოჯახის წევრი დასაქმებული საჯარო სამსახურში და ისინი შიშობენ, რომ ღიად დაფიქსირებისას საკუთარი პოზიციის შეიძლება პრობლემა შეუქმნან თავიანთ თავს და თავიანთი ოჯახის წევრებსაც ესეც სამწუხარო რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამიტომ შანსი ხელისუფლებას ამ 74%-დან მიიმხროს რაღაცა ნაწილი მაინც ბუნებრივია არის ძალიან მცირე. ხვედრითი წილი სწორი მუშაობის პირობებში და დარწმუნების შემთხვევაში ამორჩევლისა, რომ გრიგოლ ვაშაძე არის დიახაც ის კანდიდატი, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას, რომელიც გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფოს პრეზიდენტი და არა რომელიმე ცალკეაღებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა, მე დარწმუნებული ვარ, მართლაც აი გულახდილად გეუბნებით, რასაც გრძნობ, აი იმას გეუბნებით. პირველივე ტურში აქვს გრიგოლ ვაშაძეს ძალიან დიდი შანსი დაამარცხოს ნებისმიერი კანდიდატი. ეხლა არ ვიძახი ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხების შანსი, ვინაიდან ისინი არ აყენებენ ამ კანდიდატს, აყენებენ სალომე ზურაბიშვილს როგორც ჩანს, ესეც ტრაგიკომიკული ვითარება, მაგრამ კარგი ცხოვრებისგან ეს არჩევანი არ გაუკეთებია ქართულ ოცნებას, ამიტომ ყველაფერი წინ არის. ეხლა სამუშაო არის ძალიან დიდი გასაწევი. მე ყოველდღიურ რეჟიმში დიახაც სხვადასხვა რაიონებში, რეგიონში დავდივარ და მაქვს შეხვედრა ლევან და მე იცით რომ ვიყავი კანდიდატი 2014 წელს თბილისში, ვიყავი აქტიურად ჩართული სხვადასხვა არჩევნების ფარგლებში და ძალიან დიდ კონტრასტს ხედავ განწყობებში, რომელიც არსებობს დღეს საზოგადოებაში. აი თუ კი შევადარებთ 2014 წლის ვითარებას, თუ კი შევადარებთ 2016 წლის ვითარებას და თუნდაც 2017 წელთან. დღეს აბსოლუტური უმრავლესობა თან ხდება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ითხოვენ გაერთიანებას. და ეხლა ამ გაერთიანებაში ვინც არ შემოვა, ლევან, პირდაპირ გეუბნებით, თავად პირველ რიგში ისინი დაზიანდებიან. და არჩევანი მათია, ჩვენ კიდევ ერთხელ, როგორც უკვე ვთქვი, ხელს გავუწვდით იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც თავი შეიკავეს სხვადასხვა არგუმენტების მოყვანით, რომ არ გვინდა ამ გაერთიანებაში შემოსვლა, ნახოთ ისინი რას განაცხადებენ. ვინ შეიძლება იყვნენ ეს პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც შეიძლება თქვენ ახსენეთ საუბარში, რომ შეიძლება შემოგვიერთდნენ, გაფართოვდეს ეს ერთობა. ეხლა მე ხო დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ კლევაში ყოფილიყო გრიგოლ ვაშაძე, როგორც კანდიდატი უკვე ასე ვთქვათ ჩასმული გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი რეიტინგი იქნებოდა მნიშვნელოვნად, მისი პროცენტული მაჩვენებელი ხარდაჭერისა მნიშვნელოვნად მაღალი. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ჯერ კიდევ შარშან გაცილებით მეტი ხმა აიღო, ვიდრე თუნდაც პოლიტიკურ პარტიაზე, რომლის ფარგლებიდანაც იგი იყრიდა კენს. ამიტომ მაშინ, როდესაც ეს ერთობა შედგა და ძალიან ბევრი სამწუხაროდ ხელოვნურად აქილიკებს ამ ერთობას, არადა ნეტავ მე 2014 წელს, როდესაც თბილისში ვიყრიდი კენს, აი ამ ადამიანების ასე ვთქვათ გვერდიგვერდ მებრძოლა ნარმანიას წინააღმდეგ დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთეს შედეგს დავდებდით. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ამ ერთობაში წარმოდგენილი, არც ერთი მათგანი მაგალითად ჩემს გვერდით არ ყოფილან 2014 წელს და გამოვლენ ზოგი ექსპერტი და საუბრობენ, რომ ესენი ხო ისედაც ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ ხარდაჭერები იყვნენ. არც ერთი მათგანი და მეტიც კონკურენტები იყვნენ, რიგი მათგანი. შარშან ეს ადამიანები რო ყოფილიყვნენ ზალიკო უდუმაშვილის გარშემო გაერთიანებული
გაერთიანებული, მე დარწმუნებული ვარ ზალიკო დუმაშვილი იქნებოდა მეორე ტურში და მეორე ტურში რა მოხდებოდა არავინ იცის. ამიტომ ყველაფერი არის წინ თქვენ დაინახავთ და დარწმუნდებით რომ ეს არ არის საუბარი საუბრისთვის, ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი, ძალიან ბევრი აქტიური საზოგადოების წარმომადგენელი გაერთიანდება გრიგოლ ვაშაძეს გარშემო, ვინაიდან მიმაჩნია ეს არის წლევანდელი მიმდინარე არჩევნები იქნება დიახაც საბოლოო შანსი ქვეყნის კრიზისიდან დაღწევისა და ამ შანსის არ გამოყენება, იმიტომ რომ ვიღაცას აწყენია, ვიღაცის ჯიბში დგება, არის დიდი დანაშაული და მე იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც გადახედავს მის მიერ დაფიქსირებულ ადრინდელ პოზიციას და დადგება გრიგოლ ვაშაძეს გვერდით და ამით დადგება საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ასე ვთქვათ, გზაზე.